გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი მასპინძელია ბატონი ნოდარ გიორგაძე. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გველის წინ ტრადიციისამებრ მოვედით ჩვენი Sena i400-ით გადასაღებ მოედანზე და მოკლედ ჩვენი ერთგული და მრავალრიცხოვანი მაყურებელი ნამდვილად არინანებს ჩვენი 1 საათიანი ინტერვიუთი. ბატონი ნოდარი უკვე გველოდება. მოგესალმებით, ბატონი ნოდარ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. და მოკლედ დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი ინტერვიუ გველის წინ. მობზანდით ბატონო. კი ბატონო, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, გთხოვთ. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და ჩვენი დღევანდელი მასპინძელია ბატონი ნოდარ გიორგაძე. ნოდარ, მოგესალმები კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, მადლობა შენი დროისთვის და მადლობა პრინციპში აი ამ ყველა იმპულსისთვის, რომელიც ჩემს გადაცემებში დრო და დრო გამოგიშვია და ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ საინტერესო გამოხმაურებებიც ჰქონდა, აქვს და ექნება დარწმუნებული ვარ და საკმაოდ საინტერესო გადაცემა ელის ჩვენს მრავალრიცხოვან მაყურებელს წინ. რა შვები უპირველეს ყოვლისა და როგორ არის საქმეები? მადლობა სანდრო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა თქვენს მაყურებელს, რომელიც დღეს გვიყურებს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საუბრის თემატიკა პრინციპში ეგ თქვენზეა დამოკიდებული, როგორც აიყვანთ, რა კითხვებს დასვავთ. კი ბატონო. მაგრამ ყველა საინტერესო მე ვფიქრობ მაყურებლისთვის მაინც ის არის, რა ეშველება ჩვენს ეკონომიკას, საით მივდივართ, რა პერსპექტივები გვაქვს და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ასე თუ ისე ნორმალურად ამოისუნთქოს და ჩვენს ქვეყანაში დადგეს ის სანატრი პერიოდი, როცა ადამიანები უკვე ბედნიერები იქნებიან. ახლა ძალიან ბევრია ბედნიერი, ეს უნდა გულახდილად ვთქვათ, მაგრამ ბედნიერება მაშინ არის, კაი, როცა შენს გარშემო ყველა ბედნიერია. აბსოლუტურად გეთანხმები. მე შეიძლება ციხესიმაგრეები მქონდეს და იქ ვიცხოვრო, მაგრამ თუ გარშემო ხალხი უბედურია, ვერ იქნები შენ ბედნიერი. ამიტომ აი ამ კუთხით ბევრი რამის გაკეთება, სხვათა შორის კეთდება ბევრი რამე, მაგრამ ძალიან ბევრი რამის გაკეთება დღესაც შეიძლება. ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად და პირობას გაძლევ, რომ ეს იქნება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ წარმატებული ბიზნესმენისგან, ყოველგვარი რევერანსების გარეშე, შენგან ასეთი იმპულსების, რჩევების და რეკომენდაციების მოსმენა ჩვენი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის და პუბლიკისთვის იქნება ძალიან ღირებული და მზად ვართ, რომ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ვისაუბროთ და ძალიან საინტერესო ჩვენებურ სტილში დიალოგით წარმართოთ. სანამ ამ თემებს შევეხებით, მე ყოველთვის ახლა ჩვენი საუბარი იწყება ხოლმე, ჩვენი საუბრის ერთგვარი სტარტერიც არის რა თქმა უნდა ის ესე ვთქვათ მიმდინარე პროექტები და ის ესე ვთქვათ ნოვაციები და სიახლეები, რასაც მუდმივად თავაზობ ბაზარს. არა მარტო საქართველოში, სლოვაკეთშიც მათ შორის. და სხვათა შორის აი აქვე მინდა დავიწყო პატარა ესე ვთქვათ ჩანართით სპორტული მიმართულებით, გახდი პარტნიორი და აი მინდა რომ აი ამაზე შენგან მოვისმინოთ მეტი კონკრეტიკა, რომ აი ძალიან დივერსიფიცირება გაუკეთე შენ ბიზნეს საქმიანობას, როგორც სოციალური აქტივობების კუთხით, ასევე რა თქმა უნდა ბიზნეს აქტივობების კუთხით და მოდი გვიანბე ხე ყოველგვარი რევერანსების გარეშე შენი სიახლეების შესახებ, აი ბოლო პერიოდში რა სიახლეებს ჰქონდა ადგილი. ნუ ვიტყოდი პირველ რიგში იმას, რომ ჯინო ჰოლდინგი დღიდან დაარსებისა 2003 წლიდან პრაქტიკულად მოყოლებული ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ ბიზნესთან ერთად ეკეთებინა გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარიტატული პროექტებიც. იქნებოდა ეს მოსწავლეების გაყვანა, სწავლა რომელიმე უცხოეთის უნივერსიტეტებში, ქართველი ბავშვების ჩაყვანა ევროპაში, დამეგობრება სლოვაკ, ჩეხ, ავსტრიელ თავის კოლეგებთან, სხვადასხვა კონცერტების მოწყობა, თუ საინტერესო სახეები, აი ქვეყნის სახეები რო არიან ჟურნალისტიკაში, თქვათ იგივე სცენაზე, სახეობები
მედიცინის დარგში, პოლიტიკაშიც, მათ შორის პარლამენტშიც, მათ შორის გამგებლები, მერები და ასე შემდეგ. აი ყოველ წელი არ გავა რომ მე არ ჩამოვყავდეს აქ ერთი ჯგუფი მაინც და აქედანაც ცოტა შორის ასევე ჯგუფი არ მივყავდეს სლოვაკეთში, რათა მე მათ შორის ეს მეგობრობა გაგრძელდეს. ცოტა შორის ძალიან ბევრი საინტერესო მოძრაობები დაიწყო. აი მაგალითად სიტყვაზე მცხეთა, გურჯაანი დღეს დამეგობრებულია პოვაშკა ბისტრიცის რეგიონთან და უკვე მეც აღარ ვერევი ამაში თვითონ ეგენი ღონისძიებებს ატარებენ ესე იგი რა აქ საქართველოში რა იქ სლოვაკეთში და ერთმანეთს იწვევენ კონცერტები, ახალგაზრდები, კულტურა, ხელოვნება, ბიზნესი მათ შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამ ბოლო ხანებში რატომღაც არ ვიცი მე ძალიან ესეთი გავიცანი ერთი ადამიანი ლევანის სახელად. რომელიც არის რაშების ასე ვთქვათ აი რაგბის გუნდის ასე ვთქვათ თავკაცი. რომელიც მოვიდა ჩემთან და მთხოვა რომ დავხმარებოდი იმაში რომ აქ მიწები იყო რომელიც ჩვენ პროექტში უნდა გამოყენებულიყო და ვალდებულება ედო ჩვენ კომპანიის მიმართ და ამიხსნა რომ აი ამდენი ბავშვები ყავს ისა ყავს ესა და მოდი რა ეს მიწა აი აქ ვართ რაღაცა ჩვენი კუსტარულად მოვაწყეთ და იქნება თქვენ გამოგვიმთავისუფლოთ და მართალი გითხრა გამიხარდა. მიხოთ იმისა რომ მან ძალიან კაი შეიძლება და შენობები აშენებულიყო და კორპუსები და დღეს ფული საიდან ამოდის მოგეხსენებათ მე სიამოვნებით დავთანხმდი ამას და ხელისუფლებასაც მივაწოდე ჩემი ინფორმაცია საპარტნიორო ფონდსაც მაშინდელ საპარტნიოროს საქართველოს განვითარების ფონდს ხელმძღვანელობას და ისინი დიდი სიამოვნებით დაეთანხმენ ამას და აი ზუსტად აქედან მოდის ის რომ შემდგომში ეს გადაიზარდა იმაში რომ ბატონ დავითთან ესე იგი ამ რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს თანამშრომლობის თაობაზე სადაც გაწერილია ის ვალდებულებაც რომ ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება რომ ფინანსურად დავეხმარებით ასე ვთქვათ აი ამ სტადიონის მშენებლობას. ეს ჩვენთან მიმდებარე ტერიტორიაზე ბულვარის პროექტი ჩვენი გეცოდინებათ. რა თქმა უნდა. და იმის მიმდებარეთ არის ეს და გვინდა გვაქვს ესეთი ამბიცია რომ ჩვენ ტერიტორიაზე ბულვარის პროექტზე აკვაპარკის გარშემო გარდა ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ტენისის, ესე იგი ჩოგბურთის მოედნების გარდა იყოს კიდე რაგბის ინფრასტრუქტურა. კვალიფიციური ძალიან მაღალი დონის ასე ვთქვათ რაგბის მოედანი. და ეს მოედანი გაკეთდება აუცილებლად. აი ამაზე მოვაწერეთ ხელი. პლუს დავიწყებთ ჩვენ აქედან ალბათ ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების, რაგბისტების საქართველოსთან გაყვანას ჩეხეთში, სლოვაკეთში, ავსტრიაში, რათა იქ თავის იქაურ კოლეგებს შეხვდნენ, აზრები გაუზიარონ, შემდგომ ისინი ჩამოვიყვანოთ აქ ესე იგი და მათ შორის ასეთი კარგი მეგობრული და ამავე დროს მათ დავანახოთ ის რომ საქართველოში ნუ ხა რა და ეს ხომ ყველა კარგად ვიცით რომ ვერც ჩეხეთის, ვერც სლოვაკეთის და ვერც ავსტრიის რაგბის გუნდები, ნუ ქართველებთან ახლო ვერ მოვიდნენ. ამიტომ აქ უკვე ჩვენ კლასი შეგვიძლია გავიტანოთ უკვე იქით ხარეს და დავანახოთ მას ვინ ვართ ქართველები. ნუ ექსპორტი მოხდეს ერთგვარად ჩვენი შესაძლებლობების და ჩვენი ნიჭის ამ კუთხით. ძალიან მაგარია და მიხარია რომ თან მით უმეტეს სპორტის სახეობა რომელიც ბოლო პერიოდში ნამდვილად წერს წარმატების ესე ვთქვათ ისტორიას. ძალიან მიხარია რომ ძალიან მნიშვნელოვან აგუგზდებ ამ ყველაფერში და მადლობა კიდევ ერთხელ შენ ამისთვის და თან რაც ყველაზე მთავარია რომ ჩვენი განვითარების ერთ-ერთი გასაღები ხა შენ კითხვას დასვი ჩვენი საუბრის დასაწყისში ხო ანუ ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღებიც არის რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ სოფლიოს უნდა დაველაპარაკოთ ვანახოთ ჩვენი კარგი და მათგანაც მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე და ბენეფიტი ეხლა უშუალოდ აქაურობაზე მინდა კითხო ბეშენიოვას ქუჩაზე ვართ ეხლა აქ ხუილა არ ქვია ეხლა აქაურობას ბეშენიოვას ქუჩა ეხლა ამის პრეისტორიაც ძალიან კარგად იცის ჩვენმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა სლოვაკეთის საპატიო მოქალაქე ხარ და შესაბამისად ფაქტიურად აი ის კონცეფცია რაც თავის დროზე ბეშენიოვაში შექმენი სლოვაკეთში ხო ანუ თავიდან ბოლომდე გადმოიტანა საქართველოში რომელიც უკვე გასხინვოსნდა და კონვერტირდა ჯინო ჰოლდინგის ჯინო ფერედაისის სახით და ლოკაცია სადაც ეხლა ვართ ჩვენს გვერდზეა უფრო სწორად ახლა ვართ კიდე ერთ ნოვაციაზე ლოკაციაზე ლუდსახარშის ტერიტორიაზე მოკლედ ესე იგი აი ხო გეუნები აი დიდი ხანია არ შევხვედრივალთ მე და შენ ერთმანეთს და ფაქტიურად აი ეს პაუზა რაც გქონდა კომუნიკაციაში ფაქტიურად იმდენი სიახლე დამახვედრე რომ რა ვიცი რომლით დავიწყო უკვე აღარც ვიცი სიმალე გითხრა აქედან გამომდინარე მოდი ჯინოთი დავიწყოთ საუბარი და მე უკვე ლუდის თემაზე გავაგრძელოთ
კი ბატონო, მაინც ლუდს ვახსენებ, იმიტომ რომ შენ თქვი რომ აი ლუდის ქარხანა შეიქმნა აქ. ხო და თუ გახსოვს ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში ჩვენ ამ თემაზეც საუბრობდით. კი ბატონო, მაშინ ჯერ კიდე დავაანონსეთ. მოუხდებოდა მსგავსი განვითარება და კი ბატონო. ეხლა მე როცა მეგობარი და კოლეგა ჭკვიანი ადამიანი მეტყვის რომ იცით რა არის, ნუ და რა ეკრო იყოს ლუდსახარში, მაგრა იმუშავებდა. ეს ავიღე ძმაო, ესე იგი და სანახევროდ რო იცოდე შენი დამსახურება ეს ლუდსახარში რო არის აქ. გავითვალისწინეთ. და სოთაშორის გია, მაგრამ მოგვეხარა ამილხანაშვილი. ალეხანაშვილი, მოგითხრა გია ალეხანაშვილს, კი ბატონო. და აი ასეთი სასწაული ლუდის ქარხანა, მინი ქარხანა გავაკეთეთ, რომლის ლუდიც მართლაც სასწაულია. აი მსგავს გემოს ვინც კი გაშინჯა თქვა რომ საქართველოში ჩვენ მსგავსი ლუდი არ დაგვილევიაო და ეს ცოტა მაღიზიანებს რომ მეუნებიან საქართველოში, იმიტომ რომ ამისანა ლუდი არც ევროპაში არ იქნება დალეული ახლა. ვიცი, ერთ-ერთი ერბია ლუდი, რომელიც შეიძლება კონკურენცია გაუწიოს, მაგრამ ესეც ერბის გაგრძელებაა, რო ითქვია. ეს რაც შეეხება ლუდსახარს და აი ჩვენ მართლა საერთოდ პატარა ტერიტორიაზე ძალიან პატარა მინი ქარხანა, რომელიც დღეში აწარმოებს 300 ლიტრ ლუდს, აბსოლუტურად ყველაფერს ყოფნის აქ. ესე იგი, იმიტომ რომ რეზერვებიც აქვს მას საშუალება რომ შექმნას, ღამის საათში უკვე თუ ამუშავე, უკვე 600 litrაა და ასე შემდეგ. ძალიან მაგარია. კი. ეხლა რაც შეეხება ჯინოპარკს. მოდი აქვე ლუდზე გკითხავ. ანუ საბოლოო ჯამში აი რა არის შენი გეგმები, არსებული კონცეფცია ამ კუთხით, ანუ ეს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე არის ორიენტირებული თუ მათ შორის ექსპორტის მიმართულებასაც მოიცავს? არა, ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე მხოლოდ აკვაპარკში იყიდება ეს ლუდი. აკვაპარკ ამ ლოკაციაზე იყიდება, კი ბატონო. იმიტომ არც აქვს ჯერ ეგ ერთი იმდენი მოცულობა რომ საზღად გავიტანოთ და მე ვნახოთ ცხოვრება გვანახებს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ აქ ყოფილიყო აი ნატურალური, ახალი, აი ამ წუთას მოხარშული და გამოტანილი, ესე იგი ლუდი, რომელიც ადამიანებს ვინც აქ შემოდიან, შეუძლიათ უცებ დააჭაშნიკონ და იგრძნონ ნამდვილი ნატურალური ლუდის რეალური გემო. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობაა. რა თქმა უნდა. ლუდს ტრანსპორტირება ართმევს დიდ ძალას. საერთოდ ყველაფერს ართმევს, მათ შორის ღვინოსაც, მაგრამ ლუდისთვის ტრანსპორტირება აი რა ვიცი, კატასტროფა. აბსოლუტურად გეთანხმები. ამიტომ აი აქვე იხარშება, აქვე დეგუსტაცია ხდება, აქვე აჭაშნიკებენ და ყველანი ძალიან კმაყოფილია. ძალიან მაგარი. აი ხა მოდი ჯინოზეც ვისაუბროთ და მე უკვე აი წარმოებასთან დაკავშირებულ ნიუანსებსაც კითხავ აუცილებლად, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი და ესეც არის ხოლმე როგორც ყოველთვის საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შენი რჩევები და რეკომენდაციები ქართველი მეწარმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც იგივე ლუდის წარმოების ნაწილში. იცით, ლუდში ნამდვილად ვერ დავიტრაბახებთ, რომ რაღაცა განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილებები გვაქვს. ეს არის ჩემთვის პირად პირველი ლუდის ქარხანა, რომელიც გაკეთდა ჩემი დაფინანსებით. ეხლა იქ სლოვაკეთში იყო რაღაცები, სადაც მეც მონაწილეობდი, მაგრამ იქ ვიყავი ეს თქვა რიგითი ინვესტორი, რომელსაც არ აინტერესებდა ეგ თემატიკა, იყო წმინდა მოგების თემატიკა ჩადებული. აქ ეს მოგების თემატიკა უფრო ბევრად ნაკლებია, მაგრამ უფრო მეტია ემოციური ნაწილი. ჩემთვის ემოციური ნაწილი იყო ის, რომ აქ უნდა ყოფილიყო ჩვენი საკუთარი ჯინო ბერგი ქვია სხვათაშორის ამ ლუდს და ეს ლუდი დღეს ჩვენ აქ გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ აი იცით რა არის, თქვენ წარმოება ახსენეთ და მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს მცირე საწარმოები და აი ესეთი სადაც ბევრი ხალხი არ მუშაობს, შეიძლება 5 კაცი, 6 კაცი, 10 კაცი, 20 კაცი მაგრამ ამ საწარმოებზე როგორც წესი დგას ეკონომიკა. ესენი თუ არ იმუშავებენ, ნუ ახლა საავტომობილო ქარხანა შეიძლება გააკეთო და დაასაქმო 10,000 კაცი, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ ამუშავებ. ვერც ერთ საავტომობილო ქარხანას ვერ ამუშავებ, თუ მის გარშემო სოკოებივით არ გაიზარდა, არ შეიქმნა ის მეზობელი პროფესიების პატარ-პატარა საწარმოები 3, 5, 10, 20 კაციანი რომელიც აწარმოებს მაგალითად კაუჩუკს, მაგალითად სავარძლებს, მაგალითად საჭის ფორმატს, პლასმასის ნაკეთობებს, რკინისაგან პაჩიმნიკებს და ასე შემდეგ. უამრავი რაღაცა ჭირდება ავტომანქანას, რომელიც გარეშეც ავტომანქანა არ ეწყობდა. არც ერთი დიდი კომპანია ამას თვითონ არ აკეთებს. რა თქმა უნდა. ის მის გარშემო ასე ვთქვათ, ეხმარება ვიღაცას, რომ შეიქმნას და მათ აწარმოონ. იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია და ეს არის ის რაც განვითარება. აი სლოვაკეთში მაგალითად გეტყვით, Kia Motors-ში
დასაქმებული არის დაახლოებით 15,000 კაცი. მაგრამ Kia Motors-ის გარშემო არსებულ კომპანიებში, რომელიც Kia Motors აძლევს სხვადასხვა მასალებს, დეტალებს და შემდეგ 10,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. უდიდესი ჯაჭვი. ეხლა ეგ ერთი Kia Motors-ია. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს Volkswagen და Skoda, რომელიც ასევე ბრატისლავასთან არის ქარხანა. არსებობს Jaguar-ი, რომელმაც 6 მილიარდი ჩადო მან. თუ ის განვითარდა, ესე იგი, Audi, ესე იგი, ის რა ქვია, Toyota და ასე შემდეგ. უამრავი ქარხნები, რომელიც სლოვაკეთში განვითარდა და ამან მოიბათან უამრავი რაოდენობის ესეთი საწარმოები. დღეს ავტომობილოში დასაქმებულია პრაქტიკულად დაახლოებით 200-დან 250,000 კაცამდე. რა წარმოიდგინეთ? ნოდარ, ეხლა მოდი მაშინ აი ჯინოს თემები და სხვა სიახლეები აი ჩვენი საუბრის ბოლოს მოვიტოვოთ, იმიტომ რომ კაი ტონუსში შემიყვანა ეხლა ისეთ თემებს შეეხე საჭირბოროტო საკითხებზე მაქვს საუბარი და მადლობა ამ საკითხების წამოწევისთვის. მოდი აი დავიწყოთ წარმოების ჯაჭვით და ხაზით, ასე ვთქვათ. სხვათა შორის აი მოდი ლუდით რო დავიწყოთ და მე განვაზოგადოთ ძალიან ბევრი მიმართულება. აი დღეს მაგალითად ლუდის წარმოებლები რა გამოწვევების წინაშე არიან, ხო? ეხლა საქართველოში ფაქტიურად, როდესაც ლუდს ხარშავთ, შეიძლება ითქვას, რომ მარტო უმეტესწილად კრეფსითად მარტო წყალი და ქვაბია ჩვენი, ამას ხუმრობით ვამბობ. დანარჩენი ალაო, ალკოჰოლის კონსისტენცია, პლასტიკატიც კი, რაშიც მე ის ისხმება და თავსდება, ყველაფერი არის იმპორტირებული. უმეტესწილად გამონაკლისების გარდა, ხო? უმეტესწილად ჩვენ ვერ შევქმნით სამეწარმეო ჯაჭვი ამ მიმართულებით. იგივეა თუნდაც ღვინოზე, ხო? როდესაც აი მინის იმპორტირება ხდება, საცობების იმპორტირება ხდება და რომელი ერთი ინდუსტრია ავიღო კიდე. მე აი ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო 30-34 წლის განმავლობაში ჩვენ რატომაც დაგვჩენდა ისეთი მენტალობა, რომ არ შეგვიძლია. ანუ საკუთარ თავს ჩვენ თორე შევაგონებთ მაგას, რომ აი არ გამოვა რა, აი ხა ზუსტად კულისებში ვლაპარაკობდით, კორეაში ვიყავი ზუსტად ერთი კვირის წინ და აი რო დავბრუნდი მაგალითად აი ქართული ღვინის ნაკლებობა დავინახე იქ, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის კულტია, ყოველფეხის ნაბიჯზე ღვინის ბუციკები ხდება, ქართული ღვინო პრაქტიკულად არ არის და როცა გამიჩნდა კითხვა, რატო არ არის ქართული ღვინო, შორია, დისტანცია და ტრანსპორტირება გვიჭირს. ეხლა მოდიში და არგენტინისთვის არ არის შორი, ან სამხრეთ აფრიკისთვის, ან ჩილესთვის. ეხლა საფრანგეთზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი პორტუგალიაზე, მაგრამ აი რატომღაც აი ჩვენ თორე ვეგუებით თითქოს იმოცემულობას, რომ არ გამოგვივა რა, აი რად გვინდა ქარხანა, რად გვინდა. დღეს დილით ვაპარაკობდით ზუსტად გემთ მშენებელ ქარხანაზე, რომელიც ფოთში იყო. აი რად გვინდა ეხა იმის აშენება, ვის უნდა გაუწიოთ კონკურენცია, ავტოქარხანა რად გვინდა, ის რად გვინდა, ეს და მე რაღაც ნიჰილიზმში გადავდივართ რა. აი არ ვიცი რა მემრჩება ესეთი შთაბეჭდილება თუ ზოგადად ეგრეა, აი რატო ვართ ასეთ კონდიციამდე შენი აზრით? პირველი ალბათ ითქვას ის, რომ 90-დან მოყოლებული, ხომ, პრაქტიკულად საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე წამახალისებელი პროექტები ან რაღაცა ფინანსური მოდელები, რომელიც ხელშეუწყობდა ადგილობრივი ტექნოლოგიების განვითარებას, აი თქვენ გემჩენებელი ფოთის ახსენეთ. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ფოთის გემჩენებელში კეთდებოდა წყალქვეშა ფრთიანი, ესე იგი რაკეტა ერქვა მაგას და მთელი შავი ზღვა დასერილი იყო ამ რაკეტას ტიპის, ესე იგი ამ კატერებით. ასევე უამრავი რამ კეთდებოდა საქართველოში, ჯერ დავიწყოთ აგერ ავიომშენებელი ქარხანა. კი ბატონო. 31 ქარხანას ეძახდნენ. სატანკო ქარხანა თუნდაც. რა თქმა უნდა. პანტიკო. კი ბატონო, ვილავიამში. ვაჟა სახელად სხვათა შორის პანტიკოს ეძახდით სულ ყველა, მაგრამ რეალურად ვაჟა ქვია, ხო? ვაჟა თორდია, კი ბატონო. და აი ვაჟას მაგალითად ხომ უზარმაზარი გამოცდილება ქონდა და ეხლაც აქვს. დღეს მაგალითად მე თუ მკითხავ ვაჟასნაირი ადამიანები უნდა შეიკრიბოს, ესე იგი აი მე არ ვიცი მე ხა იმის უფლება არ მაქვს პრემიერ-მინისტრს ან იმის რჩევები ვაძლიო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გაკეთდეს მრჩეველთა საბჭო, აიცი? აი ამ გამოცდილი ძალიან დიდ უზარმაზარი აი გონებისა და გამოცდილების მატარებელი ადამიანები, ხო? და სხვათა შორის ურთიერთობებიც მათი რა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს კარები რო გააღო, ურთიერთობა უნდა ქონდეს. შეიძლება ძალიან დიდი ფული ქონდეს, მაგრამ კარები არ უნდა გაგიღოს, არ შეგიშვან შეგინე. კი ბატონო. მაგრამ თუ გაქვს ურთიერთობა, თუ გაქვს ნდობა, თუ გაქვს გამოცდილება შენ, ხო?
და ეს არის დღეს საქართველოში. ეს უნდა აუცილებლად იქნას გამოყენებული და ამ ადამიანებს შეუძლია ძალიან ბევრი ჭკვიანური რაღაცის რჩევა ქვეყნისთვის, რომელიც ხოთაშორის დიდ ფულს არ საჭიროებს. ეს მრჩევლები, ვიზეც ახლა ვლაპარაკობ, ფინანსები არც არ ჭირდება. არც არ აქვს იმის პრობლემა, რომ ახლა საჭმლის ფული იშოვოს და ამის გამო უნდა სადღაც იმუშავოს, არა? მაგრამ ქვეყნის ინტერესების გამო მე ეჭვმეპარება, რომ ისინი დადგებიან და გააკეთებენ ყველაფერს იმის, რომ სწორი, რაფინირებული, აი რო იტყვიან, გაფილტრული ინფორმაცია მივიდეს იქ, სადაც გადაწყვეტილებებს ღებულობენ. ყველაზე დიდი პრობლემა ყველა ქვეყანაში რა არის? ინფორმაციის ან არ ქონება, ან არასწორი ინფორმაციის ქონება. გაუფილტრავი ინფორმაციის მიღება. დღეს უამრავი ინფორმაცია სამყაროში, არ ვიცი, მე ესე იგი ბოდიში და ტუალეტში რო შედიხარ, იქაც ინტერნეტი გელაპარაკება, ამიტომ ყველგან გაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ რა გაქვს? ამას ხომ უნდა რაღაცნაირად გაფილტრა. ეხლა ეს რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა აიღოთ, ეხლა სულ გენიოსები იყვნენ და შეიძლება არიან კიდევაც ღმერთმა მოგვცეს, მაგრამ ვერ შეძლებენ. ვერ შეძლებენ იმ ყველა ზღვა მასალის გადამუშავებას, რომელიც უკვე აი სიტყვაზე იგივე პანტიკოს, იგივე ვაჟას, ხომ? ვაჟას ნაირ პიროვნებს გადამუშავებულიც აქვს, გაფილტრულიც აქვს, ჩამოყალიბებულიც აქვს და თუ დაუძახებ და კითხავ, დაგიდებს ქაღალდზე, ესე იგი მაგიდას დაგიდებს, როგორ გადაწყდეს ეს პრობლემა. შეიძლება შენ ეს ვერ გააკეთო, ან არ გააკეთო, ან არ ჩათვალო სწორედ, მაგრამ ინფორმაციის მოკრება ხომ ასე თქვა სათავია ყველაფრისა. ეს არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ იმის გამო რომ ჩვენთან სახელმწიფო ფონდი საკმაოდ დაბალია ახლა პროფესიებზე, აი მაღალი პროფესიის ტიპებზე, ხომ? ის ვინც გემჩენებელში მუშაობდა, ან თქვა ავიაციო სამშობლოში ქარხანაში, ხომ? ეს არიან, რა ვიცი, რა გითხრა, ესე იგი კიტები არიან. ამისთან ადამიანებს, ესე იგი ხელფასები აქვთ ათასობით ევრო. 4, 5, 10,000 შეიძლება კონდეთ. თავის საცხოვრებლით ყველაფრით ოღონდ კი ჩავიდეს და მან ეს საქმე გააკეთოს, იმიტომ რომ მაღალი რანგის პროფესიონალების დეფიციტი დღეს ყველგან არის, მათ შორის ევროპაშიც. კი ბატონო. ამიტომ აი რომ ეს ხალხი იგარბის და აქეთ ხარეს ჩვენ აღარ გვჩება. აქ არის საჭირო ესე იგი აი იმ მიმართულებების განვითარება, აი ადრე ეძახდნენ პროფტეხ სასწავლებლებს, ხომ? სადაც პროფესიული კუთხით ამზადებდნენ. მე როგორც გავიგე ახლა რაღაცამ ნაბიჯები ამ კუთხით გადადგმულა და ეს იქნება მისასალმებელი. ღმერთმა ქნა ჩვენ აი ჯინოპარკში მაგალითად რამოდენიმე წლის წინ მე უთხარი რომ მოდით იმის ხო არის რაღაც პროფსასწავლებლებიც იყო სპეციალური სასწავლებლები. მოდი მოელაპარაკეთ მათ, ხელი მოაწერეთ მათთან ხელშეკრულებაში, დაუფინანსოთ თუ რამე საჭიროა, მაგრამ ეს ბავშვები მოვიყვანოთ და პრაქტიკა გავატაროთ აქ. აი დღეს რომ მაშველი დაგჭირდეს, ხომ? აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა შეიძლება რა ვიცი არც უნდა ვამბობდი ამას, მაგრამ არადა ახლა ჭირმა თავი არ დამალაო, კაცმა მალაო და ჭირმა არ დამალაო. ესეა ჩვენი საქმე. შეიძლება რომ აუზი კონდეს და მაშველი არ ყავდეს. აი დეფიციტი ადამიანური რესურსის ისევ და ისევ. აი ეს არის. და მაშველის გარეშე აუზი ეს არის მე არ ვიცი. წარმოუდგენელი. არც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ძალიან მძიმე შედეგები, ესე იგი. და მაშველია საჭირო, მაგრამ ამ მაშველს მომზადება უნდა. და ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი თემატიკა, რომ აი გაატარო ხელოვნური სუნ თქვა, დააწვინო რაღაცა ადგე იქ ჩახტეს წყალში, ცურვა იცის თუ არ იცის. ეს არ არის, ეს ცოტაა ძალიან. მაშველების სწავლა არის, ესე იგი წლები გრძელდება, ზოგი 2 წელი, ზოგი 3 წელი. მაგრამ პროფესიონალები ხდებიან. ეს ის მაშველები არიან, რომელიც აი ღმერთმა არავის გაუჭიროს, მაგრამ რაღაცა უბედურობა რომ მოხდეს, ყველა წინა პროცედურას რაც უნდა ჩაატაროს, იგივე თქვა, თუნდაც სამედიცინო ასე თქვა, მაშველმა სამსახურმა, იგი ჩაატარებს ამას ფრიადზე, იმიტომ რომ იცის სულ ყველაფერი. ასეთი მაშველები გვინდა. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი
გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. დასუფთავების თემატიკა, ხო, იგივე ჯინო პარკში. ძალიან ხშირად ჩემი თანამშრომლებიც მეულებოდნენ, ეხლა აღარ მეულებია, რომ ბატონო და ჩვენ ძვიერი გვიждდება, ღამის საათებში მუშაობა ორმაგია, რაღაცა იქ დიდი ხარჯია და დილი დაასუფთავონ ამ ჩვენმა მაშველებმა, მოვლენ, მაშველები არა, დასუფთავების სამსახურმა. დილით მოვლენ 5 საათზე, 6-ზე და 10-ზე იხსნება და მოასწრებენ. მეუბნები არა. და რატო არა? იმიტომ რომ დღის განმავლობაში ათასობით ადამიანმა რო გაიარა ამ აკვაპარკის ტერიტორიაზე, საუნები იყო ეს, აუზები იყო თუ ნებისმიერი სხვა ტერიტორია, მან დატოვა თავისი ბაქტერიები. ყველა ადამიანი რაღაცნაირ ბაქტერიას ტოვებს. მით უმეტეს გარეთ რო გადიან და ზოგი შლოპკების გარეშე გადის და შემოდის იგი ფეხში შველა, ტოვებს ბაქტერიებს. ტემპერატურული რეჟიმი როცა არის, ესე იგი 30 გრადუსზე მაღალი, ბაქტერიების გამრავლების კოეფიციენტი 10-მაგდება. 10-მაგდება. გიბეთო. თუ უნდა აი მაგალითად სიტყვაზე 1 საათში გამრავლებული იყო ერთი ბაქტერიისაგან 100,000, მომენტალურად ხდება მილიონი. მაგრამ თუ 40 გრადუსამდეა, როგორც საუნებშია, იქ უკვე ლაპარაკი არის ასეულობით მილიონზე. და მე ამის გაწმენდა, შენ კი გაწმენდავ, გახეხავ, მოწმინდავ, მაგრამ ბოლომდე ვერ მოხსნი ამ ყველაფერს. დაგჭება სადღაც კუთხეში ის ბაქტერია მე შევა იკითხარეს, მე ის სოკოვანს გააჩენს 1000 უბედურობა. ამიტომ არ მიგებს რა. მირჩევნია ღამის სვლა გადავიხადო, ღამე გაწმინდონ, გამოიყენონ მაქსიმალურად ქიმიკალიები, რაც საჭიროა და სახეხის საშუალებები, მაგრამ ღამე წყნარად დავიძინო, იმიტომ რომ აუზში და აუზების გარშემო არ უნდა იყოს ბაქტერიების გავრცელების არც ერთი ვარიანტი. აბსოლუტურად გეთანხმები. აბსოლუტურად გეთანხმები. და აი ხო, ნუ აი ისევ და ისევ მივდივართ ადამიანური რესურსის დეფიციტისკენ. ხო არ იქნებოდა უპრიანი, რომ სახელმწიფოს მაგალითად, ეხლა ჩვენ გვაქვს პატარა ქვეყანა ვართ და თანხმდებით იმაზე, ხა ყოველგვარი მემარცხენეული და მემარჯვენეული შეხედულებების გარეშე თანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე თანადაფინანსება იქნება ეს თუ დახმარება იქნება თუ equity-ში შესვლა იქნება თუ რაც იქნება, ცოტა რთულია რომ რაღაც ტრაექტორია და კალაპოტი მივცეთ ცალკეულ ბიზნეს საქმიანობებს. აი ხო არ იქნებოდა მაგალითად უპრიანი რომ სახელმწიფოს განესაზღვრა მაგალითად ერთიანი ინდუსტრიული გეგმა, ინდუსტრიული ესე ვთქვათ სტრუქტურა, რომ აი მაგალითად სიტყვაზე მე მჭირდება ამ რაოდენობის მაშველი. მე მჭირდება პირობითად n რაოდენობის დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი, მჭირდება რაღაც n რაოდენობის კულინარი, მშენებელი, შემდუღებელი და ასე შემდეგ. აი, ერთგვარი ინდუსტრიული კვლევა მოთხოვნა მიწოდებაზე აგებული. ხო, ანუ იქნებოდა თუ არა გამოსავალი, იმიტომ რომ ჩვენ ისევ და ისევ უყურებთ რას, ხო? და ამას ისევ და ისევ აი მთავრობასთან ერთად ალბათ კერძო სექტორიც უშვებს ამ შეცდომას, იმიტომ რომ ისეთ დარგებზე ხდება აქცენტირება. აი, მაგალითად არ ყავს ეხლა არც ერთი ექსპორტის მენეჯერი. არ ყავს ფიზიკურად, ხო? არ ყავს მაგალითად არც ერთი პირობითად აი ინდუსტრიულ ნაწილში ჩართული სუბიექტი ბენეფიციარი, თუმცა ინდუსტრიაც არ აქვს ხა იმ რაოდენობით, ხო, რომ ჩავრთოთ პირობითად სუბიექტები. ანუ აი ხო არ იქნებოდა უპრიანი, რომ აი შეგვესწავლა მაგალითად საქართველოს მასშტაბით აგროსექტორში არსებული ბენეფიტები, მრეწველობაში არსებული ბენეფიტები, ადამიანური რესურსის ჭრილში არსებული ბენეფიტები და შემდეგ უკვე კერძო სექტორთან ერთად გვეზრუნა ამ ყველაფრის გადაჭრაზე. თანამედროვე ვიცით რომ აი ახსენეთ თუნდაც პროფესიული სასწავლებლები, ხო? ვიცით რომ იქ სწავლა არის უფასო, იმიტომ რომ დაფინანსებულია, ხო? და შესაბამისად ჩვენ თუ უშვებთ ამ პრეცედენტს, რომ აფინანსებთ, შევდივართ ამ ყველაფერში, იქ ძალკე სუბსიდირება არის კიდე ძალიან ბევრი მიმართულების. ხო არ ჯობდა რომ მაგალითად აი ეს კალაპოტი ცოტა სხვა მიმართულებით მიგვემართა და შესაბამისად ანუ ბიზნესისთვის ერთგვარი შვებაც მიგვეცა ამ მიმართულებით. ნუ იცით როგორ არის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ანალოგიური საკითხები განსახილველია პერსონალურად ცალ-ცალკე. აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ვიზახეთ რომ მაშველები, ხო? ნუ მაშველები რაც არის და იგივე როგორც სხვა სამსახურებში, ესე იგი ჩვენთან პროფესიონალები არიან, უკვე ჩამოყალიბდნენ და ახლებიც რომ მოყავთ ისინიც უკვე ინდონეზე ემზადებიან რომ პროფესიონალებთან მიახლოებულია. მაგრამ უკვე ამას თუ ტექნიკური ნაწილი არ მიაშველე, ხო?
არაფერი არ გამოგივა. აი მაგალითად ჩვენს ტერიტორიაზე არ ვიცი, მე მგონი რა ვიცი, 200 თუ 300 კამერაა დაყენებული. და ზის სპეციალური სამსახური, გარდა იმისა, რომ მაშველთა სამსახურის უფროსი ზის და ამ კამერებს ყველას უყურებს, აუზებს რა მდგომარეობაა. გარდა მისვა არის კიდე ესე იგი მონიტორინგის სამსახური, რომელიც ზის და კიდე ყველაფერს უყურებს. გარდა ამისა, ყველას დავალებული აქვს დირექტორის მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, თავისუფალ დროს გახსნან და უყურონ კამერებში რა ხდება. აი მარტო გუშინ წინ დაახლოებით 3000 კაცი იყო შემოსული ტერიტორიაზე და პატარა ბავშვებით, 6 წლამდე ასაკის ბავშვებით 3600 ადამიანზე მეტი იყო ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ. ნუ აი ძალიან ბევრი, ხო? დაახლოებით 1-5 შემთხვევა ქონდა, რომ არა კამერების ყურება და რო არა რომ ადამიანი ხედავს კამერებში რომელიმე ან მაშველთა სამსახურის უფროსი, ან მონიტორინგი, ან დირექცია, რო იქ რაღაცა ხდება, ყოველას რაცია აქვს და მომენტალურად გადასცემენ, რომ სასწრაფოდ მიდით ამ აუზთან. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან მაშველი გვიყენია. მაინც ხდება ანალოგიური შემთხვევები, ხან არის რომ დედა, მამა, ბავშვს რატომღაც არ ვიცი მე თulis რომ აი ეს დაბალი წყალია, თქვა ჯაკუზებში, იქ არის თქვა 70-60 სანტიმეტრი, მაგრამ 2 და 3 და 4 წლის ბავშვისთვის ის 70 სანტიმეტრიც რა თქმა უნდა გამღოპელია, გასო. ამიტომ აი კამერებით რო არ დაგვერეგულირებინა ესე იგი და ვიღაცა უცრებ არ გაგვეშვა. ფატალური შემთხვევები არ იყო გამორიცხული ყოფილიყო. ეხლა რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ პროფესიონალები გჭირდება, კიდე გჭირდება ტექნიკური ასე თქვა გადაიარაღება, დანერგვა ამ ტექნოლოგიების, რომ შენ შეგეძლოს თვალყური ადევნო ყველაფერს. აი მე ესე იგი რაღაცა რომ მოხდება, ხო, ჩვენ გვაქვს მაგალითად სამსახური, მომენტალურად როგორ გამოყავთ, ესე იგი თქვა თუ რაღაცა დაზიანება მოხდა, ისე რომ იქ რიგებში და იმაში არ შეიქმნას პრობლემა და სამედიცინო პუნქტიდან პირდაპირ პარკინგების ხარესაა გასასვლელი. თუ ის ბევრი დეტალებია, სანდრო, რომელიც გასათვალისწინებელია. ეხლა ეს მაგალითი რატომ მოვყევი? იმიტომ რომ ყველა კონკრეტულ ბიზნესს აქვს თავისი კონკრეტული რაღაც ამოცანა. არის რა თქმა უნდა თემები, რომელიც თქვა შეიძლება 5-6 ბიზნეს ერთ და იგივე თამა აღელვებს, ხო? თქვა იგივე მაშველები, აუზები, ვისაც აქვს. თქვა მიმტანები, რესტორნები, ვისაც აქვს, მზარეულები, ვისაც სამზარეულო აქვს და რაღაც სამზადებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კაი თემაა. მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომ არ ამგონია, რომ კერძო სექტორმა თუ არ იქნა, ხო, თუ არ იქნა ამაში დიდი ჩართულობა სახელმწიფოსი, ხო? რომ მარტო აწიოს. აი ხა მაგალითად მე რომ ვინმე მითხრას, რომ აი ვქმნით ასეთ რაღაცას, ხო? სადაც აი მაშველები, დასუფთავების სამსახური და ასე შემდეგ უნდა მოვამზადოთ. და ხო არ ჩაერთობთ. სიამოვნებით ჩავერთობთ. სიამოვნებით ჩავერთობთ, იმიტომ რომ ეს ხალხი მემჭირდება აქ აგერ დასასაქმებლად. ხუმრობ 400 ადამიანი მუშაობს ჟინო პარკში. 400. 400 ადამიანი, კი ბატონო. ცოტა ხო არ არის გაწო. ამაში არ შედის აგერის სასტუმრო სისაიდი, სადაც 150 კაცზე მეტი მუშაობს. არ შედის ეს საწარმოები, როგორც აი ეს ლუცახარშია, შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ რაოდენობები იზრდება ხო ამით. და ეს დასაქმებულთა რაოდენობა ზრდის, აგერ მცხეთის სასტუმრო, აგერ რაბათის სასტუმრო. რაბათის სასტუმრო უამრავი პორტფელი. საქართველოში დაახლოებით 700-800 ადამიანია დასაქმებული ჩვენს კომპანიაში, ხო? და რა თქმა უნდა გჭირდება. და რა თქმა უნდა სიამოვნებით ჩავერთობთ, მაგრამ ინიციატივას ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ. ეს არის უკვე სახელმწიფოს თემატიკა და არ ვიცი მე რატომ რაღაც მახსოვს, რომ თითქოს რაღაც გაჟღერდა, რომ იქმნებოდა რაღაც აი მსგავსი ტექნიკური გადამზადების თუ მომზადების ესეთი ინიციატივები გვესმოდა ჩვენ სხვადასხვა პერიოდში. კი, იყო, მართალი ხარ, იყო. ეხლა ბოლო პერიოდში სიმართლე რა აღარ მომისმენია ეს კონცეფცია, თუმცა მოვიკითხავთ ჩვენ ამ ამბავს აუცილებლად. თუმცა სხვადასხვა პერიოდებში იყო. ჩვენ ხშირად გვესმოდა შესაბამის თემა, უბრალოდ სამწუხაროდ ჯერჯერობით მზის სინათლე ამას არ უნახია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ალბათ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებიც არის ზუსტად ეგ და პირობას გავდევ, რომ ჩვენ ამ თემას მოვიკითხავთ. მე მინდა დაუბრუნდე ისევ და ცოტა თეთრი შურნარევი პასაჟი გავავლო სლოვაკეთთან მიმართებაში. იმიტომ რომ ხა მე შენგან არაერთხელ მომისმენია თუნდაც, გასაგებია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, გასაგებია რომ სხვა პრეფერენციებია, მაგრამ ხა მოსახლეობით, ფართობით ხა დიდად განსხვავებული ქვეყანა საქართველოსგან არ არის და აი ამ პატარა ქვეყანამ შეძლო ის, რომ წლების განმავლობაში გახდა გლობალური კონცერნების წარმომადგენელი რეგიონში.
საუბარი მაქვს თუნდაც იგივე Kia-ზე როგორც ბრძანე, ასევე Volkswagen ჯგუფზე და ძალიან ბევრი სხვა გლობალური კონცერნი საკუთარი წარმოებების ხაზით არის დაკავებული სლოვაკეთში, რაც მერე ავტომატურად იბავს ძალიან დიდ ჯაჭვს, დასაქმების ჯაჭვს, რეკონსტრუქციის ჯაჭვს, ინფრასტრუქტურის ჯაჭვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე რისი თქმა მინდა კარგ მთქმელს საერთოდ კარგი გამგონი უნდა, როდესაც ჩვენ FDI-ზე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ. ეხლა ინვესტიცია მარტო არ არის ის, რომ მოვედი кейსით, რომელიმე სხვა ქვეყნიდან, მოვიტანე ფული საქართველოში, დავდე და ეს ინვესტიციას ჩამეთვალა. კარგია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ინვესტიციას თუ კალაპოტირება არ მიეცა და არ მიეცა დისტრიბუცია, ხო, ანუ იმ ინვესტიციას აზრი არ აქვს საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიჭირს აი აქ პოზიციონირება ისევ და ისევ პირველი მიზეზი. ადამიანური რესურსი არ ყავს. მე არ მინდა ხა რამდენ რომელიმე კომპანია დავასახელო რაღაც რეკლამაში არ ჩამომართვას მაყურებელმა, მაგრამ აი მსხვილი კომპანიები რო ავიღოთ მაგალითად, ხო, გერმანული, სამხრეთკორეული, იაპონური კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოსვლით დაინტერესებულან და მაგალითად ერთ-ერთი ესეთი кейსი იყო, არ დავასახელებ ხა გერმანულ კომპანიას, რომელსაც ზუგდიდში უნდოდა ქარხნის გაკეთება. მოთხოვნა იყო, რომ მას ჭირდებოდა 100 ადგილობრივი კადრი, 20 წვერი შევა სამწუხაროდ. პრობლემაა. ეს ინვესტორი მომენტალურად წავიდა ქვეყნიდან. ამიტომაც ინვესტიციას მოზიდვასთან ერთად სწორი დაბინავებაც უნდა. ამიტომაც ჩვენ ამაში ნამდვილად ვერ გავეჯიბრებით სლოვაკეთს და ნამდვილად ვერ ვიოცნებებთ ესე თქვა მინიმუმ 10 წელი კიდე რომ აი ამ კონდიციამდე მივიღოთ. მაგრამ შეგვიძლია რომ სწორ ლიანდაგებს დავადგეთ. აი რა არის შენი აზრით? აი რა უჭირს ჩვენს ეკონომიკას? აი რა კითხვას დავსვით გასაწყისში, ხო? აი რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ აი რაჭირება მეტი გლობალური კომპანია მოვიზიდოთ, მათი წარმოებები დავიწყოთ საქართველოში, ადამიანები დავასაქმოთ, შევქმნათ დოვლათი ერთგვარად და ასე შემდეგ. აი რა გვიჭირს განა ამისთან, რომ აი ამდენი ხანი 34 წელი ფაქტიურად აი ეს მოჯადუებული წრე ვერ გავარღვიეთ. კი, ნამდვილად ასეა სამწუხაროდ. და მე ხო ეხლა პრაქტიკულად საქართველოში ვარ, როგორც სლოვაკი ინვესტორი. 120 მილიონი ევრო მაქვს ინვესტირებული 2012 წლიდან დღემდე. ნუ 119 მილიონი რაღაცა იყო 1 ივლისის დრობარეობით. მაგრამ ამავდროულად ხარ ქართველი ინვესტორი სლოვაკეთში. რა თქმა უნდა. და ცოტა უფრო მეტი კიდე იქ, იმიტომ რომ იქ 130 მილიონი მაქვს და ინვესტირებული. მაგრამ უყურე საქმე იმაშია რომ მე ცოტა სხვა მომენტია. მე ვარ მაინც ემოციური ინვესტორი. ჩემთვის საქართველოს ახლა აქედან იწყება სამყარო ჩემთვის. ახლა სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო იმ ქვეყანაში ძალიან მიყვარს სლოვაკეთი და სლოვაკები, მოქალაქე ვარ. მეგობრები მყავს, რა ვიცი, მიმეჩქარება როცა მივდივარ, იმიტომ რომ სახლი მაქვს, კარი მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ იქ. მაგრამ ქართველი ვარ და ამას ვერც ერთი ქართველი ვერ გაექცევა. საქართველოს დაბადებული, მარტო ქართველი კი არა. ამ მიწას დაბადებული, გაზრდილი. აი უბანში თუ კოჭი უთამაშია, უბანში თუ ესე იგი ბურთი უგორებია, იქ ცოტა შეიძლება ჩხუბიც მონაწილეობა მიუღია, თუ უსწავლია რაღაცა, თუ ჩამომჯდარა რაღაცა უბანში, აი იტალიური ეზოები რო იყოს, სუფრა რო იშლებოდა იქ და ძიაკაცების სადღიზელოები მოусმენია და ასე შემდეგ. და ამ ტრადიციები თუ არის გაზრდილი, ის საქართველოს ვერ მოწყდება. აი რამდენი სიმდიდრეს არ უნდა კონდეს, აუცილებლად მაინც მოუტრიალდება გული აქეთ ხარეს და ზუსტად ეს არის. კიდე გიმეორებთ 120 მილიონს რო კაცს ჩადებ, ხო და გავა, ესე იგი რამდენია ხო 25 წელია, 13 წელი გავიდა. ჯო, ნახევარი მაინც ხონდა კონდეს გატანილი ახლა 60 მილიონი. კაპიკი არ გამიტანია. კაპიკი როიტყვია. თუ რამე არის, ისევ ვატრიალებ, იმიტომ რომ მინდა რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ეხლა აი ეს დიდი პროექტი ბულვარი რო დავიწყეთ, ხო, ჩვენ ესე იგი, ნუ უნიკალური პროექტია, რა გითხრათ. პრაქტიკულად შენდება კურორტი ქალაქში. კურორტი, რომელშიც იცხოვრობს დაახლოებით 4000 კაცი, სადაც არის სკოლაც, საბავშვო ბაღიც, პოლიკლინიკაც, სავაჭრო ცენტრიც, ბუტიკები, გასტრონომია, პოსტა, ბანკები, რავი, ყველაფერი, თუ კი რამე არსებობს და რაც თავარია, ზღვა და ზღვის ხედები, რომელსაც ვერავინ ვერ შეუცვლს და წინ კორპუსს ვერ ჩაუყენებს ახლა და ვერ დაუკეტავს იმ თავის ზღვის ხედს და ჰაერი და სიმშვიდე და კლიმატური კურორტი, იმიტომ ეს ადგილი რეალურად ჯერ კიდე კომუნისტების დროს იყო მიჩნეული როგორც კლიმატური კურორტი
გულ სისხლს ზარღვთა დაავადებულთათვის. და აქ უნდა აშენებული იყოს რეაბილიტაციო ცენტრი. პროექტირება დაწყებული იყო 89-8 წელს, მაგრამ მე 89 წელში ცნობილი კი ბატონო ის გარის შემდგომ უკვე ეს ყველაფერი გაჩერდა. რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ ეხა მინდა მე მაგალითად ეს ქალაქი და მის გარეშე ვერ ვიცხოვრობდი? რა თქმა უნდა არა. შვიდად ეხა ვიძახი 60 წლის ვარ მეთქი, მაგრამ დეგეგეს გარეშე ვაყოლებ ზეიდან და 63 წლის ვარ, ხო, ეხლა როდემდე შეიძლება, ხო, მაგრამ როცა უკვირდები რომ შემიძლია ეს გავაკეთო, იმიტომ კი არა რომ ფული კლავს და ამის გამო რაღაც, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს კაი რამეა. ვიცი რომ ეს ჩვენ შთამომავლობისთვის არის კაი, ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის არის კაი. მარტო ჩემი კი არა, შენი სანდრო, აგერ ჩვენი მეგობრების, ნებისმიერი ქართველის თუ არა ქართველის. სხვადასხვის ესეც აქ მე ჩემი შეხედულობა რომ იტყვიან აი საქართველოს ქართველებისთვის თუ ძმა ხარ. საქართველოში მე იმდენი არაქართველი ვიცი, რომელსაც ბევრ ქართველზე მეტად დიდი საქმეები უკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. მე პირადად მგონია რომ ის უფრო დიდი ქართველია და ამ ქვეყნის უფრო დიდი შვილია, ვიდრე ის ვინ ჩასოцкული ზის და შემიჭკის კნატონით ახლა კბილები დაიგლიჯა. და ეს აშენებს, აკეთებს. და ზოგადად ეს ქალაქიც ამიტომ არის ესე იგი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აქ უნდა იცხოვროს ბედნიერმა ადამიანებმა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და როცა ვხედავ რომ ეს გასაკეთებელია, ვერ ვისვენებ და ვაკეთებ და გავაკეთებ კიდევაც. აუცილებლად ავაშენებ ამ ქალაქს. მაქსიმუმ 4 წელიწადში ეს ქალაქი ბულვარი იქნება აშენებული. ძალიან მაგარია რა და ეხა ისე ემოციურად მოყევი ეს ყველაფერი რომ ხო მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტიც ბევრ სხვა წარმატებულ პროექტთან ერთად როგორც აქამდე გამოგივიდა ეს პროექტი ძალიან მაგარი იქნება და რა თქმა უნდა გვიგულე გვერდით ყოველთვის ხო გეთანხმები აბსოლუტურად გეთანხმები ისევ და ისევ მინდა დაუბრუნდე აი ამ ჩვენი ასე ვთქვათ ეს თქო და რაღაც სამეწარმეო სულისკვეთებას ხო რომელიც პირდაპირ ვთქვათ არ გვაქვს დღეს არ გვაქვს იმიტომ რომ არ მინდა ვთქვა რომ შრომა არ გვიყვარს თქო მაგრამ არც უმაგისობა არის ცხადია ხო იმიტომ რომ არის დღეს დეფიციტი სხვათა შორის ეხლა მე მინდა ვთქვა ერთგვარი ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს საქართველოში იმიტომ რომ ჩვენ კლიშეებს არ ღვევთ ხოლმე ყოველთვის საქართველოს შეიძლება ფული შოვნა იცი რა არის ჯერ თავიდან მე უნდა რაღაცა მცნებას მივანიჭოთ რაღაცა კატეგორია რას ნიშნავს ფული შოვნა თუ ფული შოვნა ლაპარაკია რომ ვიღაცამ უნდა მოიპაროს ეგ არა ეგ არც ერთ შემთხვევაში შრომით ფული შოვნაზე მაგ საუბარი ხო ეხლა შრომით ფულიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იშოვო გააჩნია რამდენი კი ბატონო და რამდენი აკმაყოფილებს მაგალითად ნოდარს რამდენი აკმაყოფილებს სანდროს ან რამდენი აკმაყოფილებს თეკლას ამაზეც არის დამოკიდებული ჩემთვის შეიძლება ესე იგი თქვა სიტყვაზე $1000 არ იყოს მაინც ფული და ვიღაცთვის შეიძლება $100 ესე იგი ფული ამიტომ ბევრი კრიტერიუმი არის ეხლა მოდი ეს ყველაფერი გავწიოთ გვერდზე რომ იტყვიან იმიტომ რომ სადავო თემები არ შემოვიტანოთ და მოდი ვთქვა ძალიან მარტივად შეიძლება თუ არა ფული შოვნა რა თქმა უნდა შეიძლება საერთოდ ზოგადად სულ ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება ამ სამყაროში მით უმეტეს აი საქართველოში გაზრდილი დაბადებული ადამიანებს რაღაც სხვანაირი გენეტიკა გვაქვს რა აი ჟილკა გვაქვს რაღაც სხვანაირი ზარმაცებიც არიან რა თქმა უნდა არ ვიცი 1000 რაღაცეები მაგრამ ამავე დროს თუ ჟილკა აქვს ქართველს რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე იქნება ხო ყველაფერს გააკეთებს იმის რომ თავის მიზანს მიაღწიოს და რამდენი მაგალითი გვაქვს ხო ასეთ უამრავი თუმცა სამწუხაროდ აი ბოლო პერიოდში სანდრო თავარი არის ეს შენ საკუთარ თავს ენდო შენ ენდო შენ საკუთარ თავს და მიზანია დაუსახო რომ აი მე ეს უნდა გავაკეთო რა პროსტო რა თუ არ გავაკეთე ნუ რა კაცი ვარ რა ბოლო აგერ ცოლი მყავს შვილი მყავს ბავშვები მყავს მეზობლები მყავს და როდემდე უნდა იყოს ეს უყოლა ესე იგი აგერ ან მამაჩემის ან ბებიაჩემის ან ვიღაც მეზობლის ან ნათესავის ხარზე ხო დამოყარების თემაა რა ბოლოს და ბოლოს ის ბავშვი რო გაიზრდება მე თავის მამას მოუტრიალდება და ეტყვის შენ მამა მე მიგდავ თქვა რომ აი ბევრი ნიჰილისტთან ერთად რომელიც ჩვენ მათ შორის ბიზნესშიც გვჭირს ყოველდღიურობაში გვჭირს და რაღაც აი ნიჰილისტურ სოციუმად ჩამოვყალიბდით რომელსაც რაღაცის
იმედი აღარ აქვს. აი მათ შორის ნიჰილიზმი ვლინდება იმაშიც, რომ აი განსაკუთრებით ახალგაზრდებში ბოლო წლებში არის ეგეთი ტენდენცია და ჩემი აზრით ცოტა საგანგაშო ტენდენციაც, რომ მოდი დავტოვოთ ქვეყანა. მოდი წავიდეთ, აი მაგით დავსვი ეს კითხვა, რომ რაღაცნაირად მინდა რომ ეს კლიშეები დავამსხვრიოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს შეიძლება შრომის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება წარმატების მიღწევა. შეიძლება მართლა რომ რაღაცა მართლა შექმნა თუნდაც დაანგრეული, რომელიც 90-იანების დასაწყისში ჩვენივე ხელით დავანგრიეთ, ხო? მეცნიერებით დაწყებული, რა ვიცი კიდე რით დამთავრებული, ამის აღდგენაც შეიძლება. უბრალოდ თავარია, რომ აი რაღაცნაირად ამ ნიჰილისტური ჩარჩოებიდან გამოვიდეთ და რაღაცნაირად ვირწმუნოთ, რომ რაღაცა, ანუ აი შეიძლება რა საქართველოში, აი რა გვინდა, მაინც არ გამოგვივა ეს სიტყვები, ჩემი აზრით მავნებელი რა დღევანდელობისთვის. მოკლედ, ჩვენი საუბრის ბოლოს მე არ შემიძლია ჩვენი საუბარი არ დავასრულო, თვითონ აი პროექტების საუბრის გარეშე, ამიტომაც აი გვიამბე ამ პროექტების შესახებ, სამომავლო გეგმების შესახებ ასევე და მე უკვე წავიყვანოთ ჩვენი საუბარი ფინალისკენ. კარგი, პირველ რიგში მე მანამ მაგას თემაზე გადავალთ, აი შენ ახსენე სიტყვა, რომ ძალიან ბევრს ნიჰილიზმი დაემართა და იძახია, რომ წავალთ საქართველოდან, რა აქ არაფერი არ გამოვა. და მე რას ვფიქრობ ამაზე? მე ვფიქრობ, რომ ამას ტრაგედია არ არის. წავიდეს და მოშინჯოს თავისთავად. შეიძლება იქ მართლა რამდენი წავიდა ეგრე და ძალიან დიდი და მაგარი ბიჭი გახდა. ან გოგო გახდა. ძალიან მაგრა ისწავლა, ძალიან მაგრა განათლება მიიღო, ძალიან მოძლიერდა ფინანსურად. ერთი რამეს ვეთქვი ყველას აგერ ეკრანის წინაშე. ვერსად გაექცევით საქართველოს, ისე უკან მოტრიალდებით. რაც უფრო მდიდარი იქნებით, უფრო მეტად მოგინდებათ საქართველოში დაბრუნება. ეს არის თელი ავანჩავანი ამ სულ და თუ გინდათ რომ წახვიდეთ, იმიტომ რომ იქ ფიქრობთ რომ რაღაცას უფრო უკეთესად გააკეთე, რატომაც არა. წავიდეს და მეც წავედი ეგრე. 93 წელს რო წავედი, всё, მორჩ აღარ დაბრუნებული ვარ, ხო? დავრჩი უცხო ქვეყანაში, არც ფული, არც ნაცნობა, არც ენა, არაფერი აბსოლუტურად და აი ცარიელა ქვაზე დავჯექი და ვთქვი აღარ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული, ეხლა ერთია როცა მინისტრი იყავი, ელჩი იყავი, რა ვიცი, რა არ ვიყავი, გენერალი, ისა. ხო და მეორე როცა აღარაფერი, ნუ всё, ეს თანამდებობები მოიხსნა და არაფერი სამთავრობო შენ შეღავათები აღარ გაქვს, ხო? და შევი შენ თავთან ერთად და უნდა შენ თავს უშველო. ძალიან რთული წლები მქონდა. მაგრამ ეს წლები გადავლახე, იმიტომ რომ მიზანი მქონდა, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა. და ესე მარტივი არ არის შეხვიდე უცხო ქვეყანაში და მათი რომელიღაც მიმართულებაში ბიზნესის 10-12% დაიკავო და თანაც ისე რომ ყველა მადლობას გიხდიდეს და საპატიო მოქალაქეობა მოგცენდა პრემიები და ასე შემდეგ მარტივი თემა არ არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საპატიო მოქალაქე ვარ იქ, მე მაინც აქ ვარ საქართველოში და რასაც იქ მოგებას ვნახულობ, აქ ეთხარეს ვქაჩავ იმისთვის, რომ ჯერავს, რომ აქ ეს სულ ყველაფერი თავის, აი რო იტყვიან ადგილს მოძებნის აუცილებლად და ასე რომ ახალგაზრდებსაც მაგას ვეთყოდი, რომ თუ კი იმიტომ მიდიან, რომ იქ ისწავლონ, რაღაცა უფრო მეტი გააკეთონ და შეძლონ, ესე იგი მეტი შოვნა, რატომაც არა, მაგრამ თუ იმიტომ მიდიან, რომ იყაჩაღონ, მეტი წამალი და მეტი მამაძაღლობა და უბედურება არ ვურჩევ, იმიტომ რომ აქ თუ არსებობს პოლიცია, უნდა იცოდნენ, რომ იქ 10 მაგათ მეტად არის პოლიცია ამ საკითხებზე მობილიზებული და რა ვიცი. ამიტომ თუ საქმის გამკეთებლებად კაცები თუ ქალები მიდიან ღმერთმა სიკეთით ამგზავროთ, იმიტომ რომ ყველა დაბრუნდება ეჭერმეპარება. ძალიან საინტერესო რჩევა. ჩვენი წინა საუბრისას ლუდის წარმოება დაანონსე, შესრულებულია. აი ხა ჩვენი მომავალი ინტერვიუსთვის რას დაანონსებდი და რას ველოდოთ შენგან. მომავალი ინტერვიუსთვის შემოსანდრო, აი ხედავთ ეს კრანები რო აქ და მუშაობენ დღე-და-ღამე. სამშენებლო პროცესი მიდის აქტიურად. სანაპიროზე შენდება უნიკალური 6 სართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც ექნება წინ გადასარევი ბულვარი პრომენადა, დაახლოებით 700 მეტრის სიგრძის და 20-დან 40 მეტრამდე სიგანის სასეირნო ზოლით და ამ შენობის პირველ სართულზე სულ რესტორნები, კაფეები, ბარები, გასართობი ცენტრები, ბავშვების ცენტრი და ასე შემდეგ. და ეს ადგილი გადაიქცევა, აი ნახეთ თქვენ, 2 წელიწადში ეს შენობა იქნება. და ნახავთ თუ ეს ადგილი არ გახდება თბილისის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა და
ადამიანების დასვენებელი ადგილი. აი ხა ქალაქში რო ჩახვიდეთ, იწვის ყველაფერი. კი ბატონო. აქ აი ახ ვზივართ, ცხელა. მაგრამ არ იწვის. კი ბატონო. და აი მით უმეტეს ზღვის პირას, იქ სულ ყოველთვის არის ნიავი, რომელიც უზარმაზარ შვებას აძლევს ადამიანებს, ისუფთავე, ნიავი და რა თქმა უნდა სიწყნარე და სუფთა ჰაერი. ამიტომ აი ამას გპირდებით შემდეგ ჩაწერაზე რომ ამბრძანდებით 2 წლის შემდეგ, მაშინაც 2 წლის წინ იყავით. კი 1 წლის წინ. ცოტა მეტია. რომ მომბრძანდებით შემდეგზე, მე ვფიქრობ უკვე ესეც დამთავრებული იქნება და აი უკვე სანაპიროზე ჩავიწერებით იქ. დიდი სიამოვნებით. 2 წელიწადში უკვე ამ ფორმატში ვიქნებით შენთან, თუმცა მე მგონია რომ 2 წლამდე გაცილებით არ შეხვდებით ერთმანეთს. ნოდარ, ძალიან დიდი მადლობა. ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის მინდა წარმატებები გისურვო და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ნამდვილად ისიამოვნა ამ საქმიანი 1 საათით. წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ. წარმატებები შენს გუნდს, თელ სამეგობროს, თქვენ ტელევიზიას და რა თქმა უნდა თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი